კურიერის ჟურნალისტები და დღის სტუმრები მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამომშვიდობისა. კიდევ ერთი აღკვეთილი ტერაქტი საქართველოში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობისთვის 2 ადამიანი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია სად აპირებდნენ ტერაქტის მოწყობას, თუმცა ცნობილია, რომ დამკვეთები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან. დეტალებზე ნათია ტრაპაიძე ისაუბრებს. ნათია, რა ინფორმაციაა ცნობილი დაკავებულების შესახებ, ვინ არიან ისინი? ამ ეტაპზე დაკავებულების შესახებ ცნობილია მხოლოდ მათი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი. ესენი არიან ქალაქ გალში მცხოვრები აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გავრცელა ოპერატიული მასალა. ეს არის ფარული კადრები, თუ როგორ შემოდიან ჩხეტია და ბენია, როგორ გადმოვიდნენ ისინი გალის რაიონიდან. იმის გამო, რომ ენგურის ხიდი მკაცრად კონტროლდება, ამის გამო სავარაუდოდ მათ არჩიეს შემოვლითი გზით შემოსვლა, რადგანაც ხელჩანთით შემოიტანეს მათ ასაფეთქებელი ნივთიერება. რაც შეეხება კონკრეტულად თუ რა ნივთიერება შემოიტანეს მათ, ეს ჯერჯერობით უცნობია, ამას უკვე ექსპერტები სწავლობენ, თუმცა ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა დაკავებისთანავე გაავნებელყეს ეს ასაფეთქებელი ნივთიერება შესაბამისი ხელსაწყოებით. სამეგრელოს რეგიონში დაკავებულია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ გალის რაიონში მცხოვრები აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია. დაკავებულ პირებს თან ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პოლიციამ ამოიღო და გააუნებელყოფა წყლის ჭავლიანი სპეციალური დანადგარით. როგორც დაკავებული პირების ჩვენებით ირკვევა, მათ ტერორისტული აქტის განხორციელება დაუკვეთა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, რომ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც და დღეს, რაც შეეხება კონკრეტულად ამ არ შემდგარი ტერორისტული აქტის დამკვეთებს, როგორც მოისმინეთ, ისინი არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები იგორ ვლასოვი და სერგეი კუზმინი. უფრო დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე კურიერში 9 საათზე მოგიყვებით.